ამერიკული სინამდვილე ვაშინგტონიდან. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ყოველ კვირას წარმოგიდგენთ ტელეპროექტს ვაშინგტონი დღეს. საღამომშვიდობის ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტს ვაშინგტონი დღეს. მე ია მეორმიშვილი ვარ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში შემდეგ თემებს გაგაცნობთ. ქართველი მოცეკვავეები ტეხასში, როგორ გახდა ქართველი წყვილი მსოფლიოში ამერიკის სახე. ამერიკული ლუდის საუკუნოვანი ტრადიციები და დამფუძნებელი მამების რეცეპტები, როგორ ხდიან ამერიკაში ხალხურ ლუდს. ჰარი პოტერის ჯადოსნური ისტორია დასრულდა. ამერიკელები საყვარელ გმირს აცილებენ. მოცეკვავე ქართველი წყვილი, რომელიც ამერიკაში 20 წლის წინ ჩამოვიდა, დღეს ტეხასის შტატში ლათინური ცეკვების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სტუდიას ხელმძღვანელობს. სტუდიის დაარსებამდე მათ გრძელი და წარმატებული გზა გაიარეს. შორენა გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევი საკუთარ ისტორიას დღეს ამერიკის ხმის მაყურებელს მოუთხრობენ, ისინი ახლა ტეხასიდან გვერდთვებიან. გოჩა, შორენა, ძალიან დიდი მადლობა დრო რომ გამონახეთ ჩვენთან სასაუბროთ. თუ შეიძლება გითხრათ, როდის ჩამოხვედით ამერიკაში და რატომ დალასში? გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ ჩამოვედით ამერიკაში 1991 წელს. და დალასში ჩამოვედით მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ცენტრალური და ჩვენ ძალიან ესე იგი სერიოზულად მოგზაურობთ ყოველ კვირა, ან კვირაში ორჯერ ან სამჯერ მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობთ. და American Airlines კომპანია დაარსებული დალასში და იყო ერთადერთი დიდი ქალაქია დალასი ამერიკის ცენტრალურ გეოგრაფიაში. თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრს მოგზაურობდით და ბევრ შეჯიბრში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. თუ შეიძლება რამდენიმეზე გითხარით, ყველაზე წარმატებული რომ მოსიციყავით? წარმატებული, ესე იგი, კონკურსებიდან ტარდებოდა დაახლოებით ალბათ ყოველ კვირას სერიოზული კონკურსები, რომლებიც უნდა ყოფილიყავით ჩვენ მსოფლიო მასშტაბით. და ჩვენ არც ერთი კონკურსი არ ყოფილა, რომ არ ყოფილიყავით ამ პირველი, ამ მეორე, ან ყველაზე ბოლო მესამე. ჩვენ ოფიციალურად წარვადგინეთ ამერიკის ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კონკურსები მოგვიწია აქ, აგრეთვე კანადაში და სხვადასხვა ქვეყნებში. და როგორ შეძელით ამ ხელა კონკურენტუნარიან გარემოში თქვა თავის დამკვიდრება და მით უმეტეს ასეთი წარმატების მიღწევა? იცით რა, ნამდვილად არ ვიცით ეს მაგრამ ჩვენი ხელოვნება ძალიან გვიყვარს და ჩვენ ვარჯიშობთ ცეკვებით და კონკურსებზე შეჯიბრებზე დავდიოდით. მაგრამ მხოლოდ იმას ვაკეთებდით, რაც ჩამოვედით ამერიკაში, მხოლოდ სტუდიაში ვიყავით მინიმუმ 26 საათი და ვარჯიშობდით. სხვა არ ვსწავლობთ. რა მიგაჩნიათ თქვენს კარიერაში თუ პირად ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად მას შემდეგ რაც ჩამოხვედით ამერიკაში? როგორც საქართველოს მოცეკვავე წყვილი, ჩვენ რომ წამოვედით საქართველოსთან, ძალიან დამოკიდებული ვიყავით რუსეთს. ესე იგი, რატომღაც ესე იგი, წვინში იყო ჩადებული, რომ სხვები, მით უმეტეს რუსები არიან ჩვენზე კარგი, როგორც მოცეკვავე. და როგორც ჩვენ წამოვედით საქართველოსთან, ამერიკის სახელით დავიწყეთ ცეკვა, ჩვენ ვიყავით ყველაზე წინ. ესე იგი, არც ერთი რუსი, არც ერთი ყოფილი საბჭოთა კავშირის წყვილი მეოთხე ფინალშიც არ იყო, რომ ფინალში ვიყავით პირველი და მეორე. გოჩა, შორენა, თქვენ ოჯახი გყავთ აქ. ოჯახი გყავთ თქვენ აქ და თუ შეიძლება თუ არცები ახლა სტუდიაში არიან ისინი, არა? კი, ჩვენთან არიან ჩვენი შვილი, ჩვენი ბიჭი ლევანი და შორენას პატარა ძმა რატი. ლევანი, რატი, გამარჯობა. ჩვენი შვილი ლევანი არ ცეკვავს, მაგრამ სტუდიაში ძალიან ბევრს ეხმარება. ძალიან ბევრი გამოსვლები და კონცერტები გვაქვს და ამაში ლევანი გვეხმარება. თვითონ კოლეჯში სწავლობს ფსიქოლოგიის განყოფილებაზე. და ჩემი ძმა რატი არის სამეზობლების მოცეკვავე 5 წლიდან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრს ცეკვავს, კონცერტებს ატარებს, გვეხმარება მოსწავლეებით. ორივე ბიჭი ძალიან გვეხმარებიან ჩვენ. საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ? 20 წლის შემდეგ წავედით უკან თბილისში, ერთი კვირით. სახლად დავრჩი მე და შენ.
და მოგვეწონა. წარმოუდგენლად მოგვეწონა თბილისი. ძალიან მინდა კიდე რომ წავიდე და წავიყვანო ლევანიდან, რა თქმა უნდა, ხა რატის თბილისი ახლა ჯერ 2 წელია რაც ამერიკაში არის, მაგრამ ისე ძალიან მომეწონა საქართველოს კინოს ასვლა. ნუ არ ვიცი, ძალიან მიხარია, ძალიან ლამაზი გახდა და რა თქმა უნდა, ქართული საჭმელი. იგიჟე. ჩვენი დრო ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა ყველას, დრო რომ გამონახეთ ამ ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. მადლობა, კარგად ვიყავით. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს.